მთავრობის კიდევ ერთი რეფორმა ბავშვის ზრუნვის სისტემის ახალი სამოქმედო გეგმა. პროგრამა ბავშვთა დიდი ზომის ყველა სააღმზრდელო დაწესებულების დახურვას გულისხმობს. გეგმა 2011-12 წლებს მოიცავს. პროგრამის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. თუმცა მანამდე რეფორმის დეტალებზე კურიერის ეთერში ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე თავად ისაუბრებს. საღამო მშვიდობისა, ბატონო ანდრია და დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ანდრია, პროგრამა პირველ რიგში ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვას. რა ხდება ამის შემდეგ? რა ალტერნატივას თავაზობთ ბავშვებს? მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს დიდი ზომის ბავშვთა სახლებში და ნელ-ნელა მიმდინარეობს და მას გარკვეული პერიოდი ჭირდება არსებული ტრადიციული, ანუ საბჭოთა ტრადიციიდან მოყოლებული დიდი სახლების ჩანაცვლება როგორც საოჯახო ტიპის სახლებით, ასევე მინდობით აღზრდით და რომლის მიზანი არის ერთი, რომ ბავშვი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. რაც არ უნდა კარგი პირობები იყოს ბავშვთა სახლში, როგორც ჩვენ ამას უწოდებთ, რაც არ უნდა კარგი იყოს იქ როგორც რემონტის თვალსაჩინო ისე პერსონალის დამოკიდებულება, აუცილებელია რომ ბავშვს ჰქონდეს ოჯახში გაზრდის შესაძლებლობა. ოჯახურ გარემოში გაზრდის შესაძლებლობა. ეს მოითხოვს არა მარტო ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს, ანუ საოჯახო ტიპის ბავშვების სახლების შექმნას ინფრასტრუქტურულ თვალსაჩინოდ, არამედ პირველ რიგში ეს ეხება პერსონალის გადამზადებას. ჩვენ ბუნებრივია დავაყრდნობით იმ პერსონალს, ვინც დღეს მუშაობს, ასევე შეგვიძლია და მზათა ვართ დამატებითი პერსონალი მოვიწვიოთ, რადგანაც მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის, რომ როგორც ადამიანები, ისე გარემო იყოს ყველაფრისთვის მზად იმისთვის, რომ ბავშვს შეუქმნას საოჯახო ტიპის გარემო ოჯახურ გარემოში გაზრდის საშუალება. ბატონო ანდრია, გარდა ამ დიდი ზომის დაწესებულებების დახურვისა, კიდევ რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა? რომ თვითონ ეს დახურვა თვითმიზანი არ არის, არის ჩანაცვლება, ანუ ერთი სერვისის მაგივრად თანდათანობით თანმიმდევრულად მოხდება ჩანაცვლება ახალი ტიპის სერვისების. გარდა საოჯახო ტიპის სახლების არის სხვა ტიპის სერვისებიც, რომელიც ამ გეგმის ნაწილია. ეს არის სპეციალიზირებული სახლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვებისათვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ დამატებით ჩვენ ვსწავლობთ შესაძლებლობებს, რომ განვითარდეს მინდობით აღზრდა, როდესაც ოჯახი იყვანს და არა საოჯახო ტიპის სახლში, არამედ ჩვეულებრივ ოჯახში ხდება ბავშვის გაზრდა და ამ ოჯახის ნაწილი ხდება თვითონ ბავშვი. ეს არ არის შვილად აყვანა, ეს არის მინდობით აღზრდა, რადგანაც ამ ოჯახებს და ამ ბავშვებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხშირად ყავთ ბიოლოგიური ოჯახები, ბიოლოგიური მშობლები, რომელთა მშობლის უფლება შეზღუდული არ არის და სხვადასხვა მიზეზების გამო ბავშვები ვერ ახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას, რადგან მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო გამოსავალი არის ბავშვის საკუთარ ოჯახში დაბრუნება, რომელიც ასევე ამ გეგმის ნაწილია, მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზის გამო, მას უნდა ჰქონდეს სწორედ ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო. დიდი მადლობა, კურიერის შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე პასუხობდა.